გამარჯობოთ ჩემო საყვარელო მეგობრებო. რა თემაზე მინდა დღეს გესაუბროთ? იცით ძალიან ხშირად შემხედრია თუ გინდ Facebook-ში, აი ისეთ როგორი კითხვები, რომ აი რა ვქნა, ერთი და იგივე სიზმარი ამეკვია და ძალიან ცუდ სიზმრებს ხედავ, როგორ მოვიქცე, იქ შვილი მესიზმრება ცუდად არის, იქ ახლობელი, საერთოდ და აი ისეთ როგორი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ სიზმარმა არ დაჩქუნოს. სავარაუდოდ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ხო, ბავშვობიდან გვახსოვს, რომ ვაიმე ის არ უნდა დაგესიზმროს, რომ კიდე ესეთი ის არის ამბავი, რომ თურმე ცუდ რამეს რო ნახავ, ხუნდა გაჩუმებული იყო, წახვიდე წყალს მოუყვე, რომ წყალმა წაიღოს ეს შენი სიზმარი და არ აგისრულდეს ცუდი სიზმარი და ნუ რომ მოკეთ ხორცის ნახვა საშინელებაა სიზმარში, რაღაცა სისხლის ნახვა, და ყველაფერს თავისი მეტაფორა აქვს შემთხვევით. რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მომენტები, ადამიანის მართვადი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ჩაგვინერგეს და იმ სისტემით, რაშიც იზრდებოდი ბავშვობიდან, მაგის გრჯერა და სავარაუდოდ გეშინია კიდევაც. ზოგი იძახის ხოლმე, ვაიმე, მიცვალებული ვნახე და რა მოხდა, წაგიყვანა, ხო არ წაგიყვანა, არა, არ წამიყვანა, მაგრამ რაღაცა. იცით რა არის, ზოგი ადამიანი, ვინც თვითონ თავისიდან გამომდინარე არის პოზიტიური, ესეთ ადამიანებს სიზმრებიც კი როგორ ვთქვათ ესე, ისინი ამ სიზმრებს თავის reverse ესეთი შემოbrunებულ ვარიანტს უკეთებენ პოზიტიურს, რაც არ უნდა დაესიზმრონ, იძახენ, მიცვალებული ნახე, ესე იგი რაღაცა კარგი ამბავი უნდა მოხდეს, ის ცუდი ნახე, ის არ არის ცუდი, ესე იგი რაღაცა კარგი უნდა იყოს, მაგრამ პრინციპში ადამიანები ჩვენ მაინც ვიმყოფებით შიშის მახეში, ხო? ამ რაღაცა ციხესავით არის ერთგვარი ეს ყველა სიტუაცია, მით უმეტეს სიზმარი, იმიტომ რომ დამესინბრა და მაინც ქვეცნობიერად მეშინია, ემან ცუდი რამე არ მოხდეს. რაში მდგომარეობს ელემენტარული ახსნა? საერთოდ მიჩნეულია მეცნიერების მიერ, უძველესი ქურუმების მიერ, რომ ადამიანის სიზმრის დროს განიცდის რაღაც გარკვეულ ეტაპობრივ სიკვდილის მდგომარეობას. რატომ? იმიტომ რომ სხეული ითიშება ტვინთან ერთად და სული მოგზაურობსო, არის ეგეთი ვერსია. რა თქმა უნდა, ტვინი ითიშება ეს წინა აი ამ ფაზაში მოაზროვნე უჯრედები, რომლებიც დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობენ, ისინი იძინებენ და ეს ძილი აუცილებელი, მაგრამ ქვეცნობიერი არასოდეს არ იძინებს. ქვეცნობიერი გესაუბრება შენ თავისი გარკვეული ენით. ეხლა, რაც ეხება თვითონ ამ ძილის და სიზმრის მომენტს. ეს არის ურთულესი და ძალიან საინტერესო თემა. რატომ? ისევ მიუბრუნდები იმ მომენტს, როგორ მიუდგები შენ ამ საქმის ტრანსფორმირებას. როგორ გამოიყენებ შენ, საერთოდ თუ ჩვენ დავფიქრდებით, ჩვენ ცხოვრებაში სიზმრიდან დაწყებული კვებით დამთავრებული გვეძლება საშუალება იმის, რომ ჩვენ გქონდეს ოფშენი არჩევის. რა ვირჩიო, ცუდად მივიღო ეს ამბავი, რაც ხდება თუ კარგად, ეს საკვები კარგად გამოვიყენო თუ ცუდია ჩემთვის თუ ტვინს საერთოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მე ვიძახი იმ ტვინზე, რომელიც უკვე გაღვიძებულია და გამოფხიზრებული ადამიანი და არა იმ დროს, როდესაც ძინავს. ეხლა რა ხდება, როდესაც ძინავს? როდესაც ძინავს ადამიანის მომენტში, ეს ძალიან რთულია ამის ახსნა და დამტკიცება, რომ მართლა ადამიანი ეს ბევრი გურუების პრაქტიკაში შედის, სხვადასხვა და იოგების, რო ცდილობენ და გამოზდით კიდევაც. აი ტრანსფორმირების მომენტი, როდესაც დამკვირვებლები ხდებიან, როგორც მესამე პიროვნება თავისი სხეულისა და სულის, იმ მომენტის როგორ ამოდის ეს სული, როგორ მოგზაურობს და მე როგორ ბრუნდება უკან, ხო? მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი ქმედება ძილში. ამიტომ აქედან გამომდინარე, თქვენ რაც არ უნდა დაგესიზმროთ სიზმარში, ხო? ეს იქნება რაღაცა 100%-დან 1% წაკარნახებისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეს აუცილებლად დაგემართებათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წაიკითხოთ წიგნები და დაიჯეროთ, რატო სხვათა შორის ვერიდები, აი იცით როგორ მკითხავებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას და იმას ადამიანი რასაც გეტყვის, ხო? შენ მაგალითად მე თუ ამიხსენი ბავშვობიდან და ჩამინერგე ტვინში, რომ სისხლიანი ხორცის სიზმარში ნახვა ეს
საშინელებაა და სიკვდილის ტოლფასია, მე დავიჯერებ ამას ისე რომ მართლა მომართავ ჩემთან ფსიქოლოგიურად ისე რომ რო დამესინრება თქვათ ხორცი გავიღვიძებ და უკვე მოლოდინის რეჟიმში ვიქნები რომ აი როდის მოხდება ცუდი რაღაცა აი როდი და მე თქვათ რაღაცა რომ მოხდება იმ დროს არა, ერთი კვირის მერე, ორი კვირის მერე, ერთი თვის მერე, მე ვიგე, აი მე ხო დახე სიზმარი. ეცდა პირველ რიგში რას გირჩევთ? მოეშვით საერთოდ აი ამ რაღაც რწმენების რწმენას. მოეშვით იმას, რომ ვიღაცამ რაღაცა გითხრათ და თქვენ დაიჯეროთ, თქვენ გახდით თქვენი თავის ექსპერიმენტატორები პირველ რიგში. არ გინდათ არავის მოსმენა. შენ თვითონ ეს სიზმარი გააკონტროლო, ისე როგორც შენ თვლის საჭიროდ. დააკვირდი რეალობას იმის მერე რაც გესიზმრება. არ არის აბსოლუტურად აუცილებელი, რომ ის სიზმარი რაც დაგესიზმრა აგიხდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვიმეორებდი. 99% ეს არის ქვეცნობიერი. 99% ჩვენ სიზმარში ვაგრძელებთ ცხოვრებას, ოღონდ სხვა განზომილებაში, სხვა მდგომარეობაში. ამიტომ იმ განზომილებას არანაირი ურთიერთობა და თანკვეთა არ აქვს ამ ცხოვრებასთან მიმართებაში. ამიტომ ამაზე შიში და ამაზე დაყრდნობით ფიქრი იმაზე რომ მე დამესიზმრა ცუდი და მე ისამესის ამიხდება არა ძალიან ხშირად იცით ადამიანი რას აკეთებს აი მაგალითად ცუდი პრობლემური პერიოდი მაქვს ცხოვრებაში და იმდენად დათრგუნული ვარ და ისიც ჩადებული მაქვს ტვიში რომ აი თუ ნახე სიზმარში ესე იგი ეს ცუდია რომ ეს ჩემი პრობლემები უკავშირდება იმ ოდესღაც ჩემ ჩადებულ ტვიში ინფორმაციას გამოდის ტრანსფორმირება და სიზმარში მე მესიზმრება რაღაცა აი ის რამაც უნდა მithქოს რომ ცუდი უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში ამ დროს ეს აბსოლუტურად არ არის ეგრე. ესეც ჩვენი გონების ერთგვარი პატარა ხაფანგებია. ამიტომ განთავისუფლდით, რაც არ უნდა დაგესიზმროთ, ეს იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე ნაწილი. ოღონდ ეს არ არის მაშინ კვეთაში და ერთ მხრივ მოძრაობაში, რაც შენ გემართება ცხოვრებაში. ცხოვრება მიდის, რეალური ცხოვრება მიდის თავისი გზით, სიზმარი მიდის თავისი გზით. ძალიან ხშირად იძახიან ხო, ხშირად კი ინდური ფილოსოფია განიხილავს ძალიან საინტერესო ეგეთი ტრაქტატიც აქვს მიძღვნილი ამ თემაზე, რომელია შენი ნამდვილი ცხოვრება, რო გძინავს თუ რო გვიწავს. ამიტომ ისევ უბრუნდები იმ ერთს შემქმნელს და განუმეორებელს, წყნარად რომ იყოთ ძილისი. წაიკითხეთ მამაო ჩვენო, ან ის ფრაზა თქვით, ვისაც რისი გწამთ, იმიტომ რომ ღმერთი ერთია და ძალიან დიდია და ეს არის უდიდესი სიყვარული, მე დაიძინეთ წყნარად. რაც არ უნდა დაგესიზმროთ, განიხილეთ, როცა გაიღვიძებთ, როგორც თქვენი მოგზაურობა და არა ის, რომ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში აუცილებლად. არავითარ შემთხვევაში განიხილეთ ის რაღაცა ნაწყვეტი თქვენი სიზმრის, როგორც თქვენი ძალიან საინტერესო მოგზაურობა, ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი. მადლობა.